მოგესალმებით ყველას. ეს არის კოლხური ხოხობის დედალი, რომელიც არის წითელ წიგნში შეყვანილი და რომ არა საოჯახო მეურნეობის ასე ვთქვათ თავგანწირვა ეს ფრინველი იქნებოდა გადაშენებული იქნებოდა ისევ ქართველი გლეხების, ქართველი ადამიანების და ბუნებაზე შეყვარებული მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ჩვენი უნიკალური ჯიში არ არის გადაშენების პირას. გადაშენების პირას არის, მაგრამ საერთოდ სიტყვა გადაშენება აღარ ეკუთვნის ამ ფრინველს, იმიტომ რომ ბევრს ყავს უკვე საქართველოში. და მე გირჩევდით, რომ აუცილებლად გყავდეთ თქვენც რაღაც პატარა, ასე ვთქვათ, თუნდაც პატარა გალია გაუკეთეთ, პატარა რაღაცა ცოტაოდენი 1-2-3 მეტრის სიმაღლის მაინც უნდა გალია და ცოტა ფრთები გაშალოს, რომ ბავშვებმაც იცოდეს რა არის ხოხობიდან, სტუმარი რომ მოგივა, დამიჯერეთ ქათამზე გემრიელია და ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან ცოტა სჭამს ვიდრე ქათამი. 10 ხოხობის ჯრუჯუნი რა შეკათამო ბავშვო. 10 ხოხობის გაზრდა იგივეა რაც 1 ქათამის გაზრდა. მაგრამ მაინც სხვა არის, რომ როგორ არის, იცი, სახში რომ ხოხობი გყავს, თან ბავშვები შეხედავენ, ცოტა უხეში ფრინველი არის, ცოტა წივის ხოლმე მამალი და ძალიან კარგია რა. რაო ჯრუჯუნი, რა შეკათამო ბავშვო. რა. აი ახლა ეს წონით კი არა მიწონია, მაგრამ კი იქნება ერთი რამდენი იქნება? კი იქნება 1,5 კილო თავისუფლად იქნება. თავისუფლად 1,5 კილო კი იქნება თავისუფლად ცოცხალი. უკვე კაი დიდია. რაო შემოგევლე. ჯერაჯუნი. ეს არის დედალი ხოხობი. ჯრუჯუნი. არაფერი ისეთი მოვლა არ უნდა, მაგალითად სიმიდს ისე რა, ალბათ რო უჭირს მაშინ შეჭამს, სიმიდს ვერ ჭამს, ცოტა პატარა ყელი აქვს. უფრო ჭამს ხორბალს, უფრო ჭამს ქერს, შვრიას და ძალიან ჭამს ქერი, ხორბალი, სიმიდი, კოპტონი მაქვს დაფქული ღორებისთვის და ამათაც ვაჭმე, მაგრად უბერავენ ესენი. ჯერაჯუნი, აბა. ჯერაჯუნი. ძალიან მაგარი ფრინველია, ძალიან შემაყვარა თავი ამ ფრინველმა და სამომავლოდ ამას გაუკეთებ სპეციალურ ვოლიერებს და მეყოლება ხოლმე, მართლა არ ჭამენ ბევრს რა, მართლა არ ჭამენ ბევრს. და თან კარგია, რა ვიცი. ახლა ეს მყავს თბილისში და ჩვეულებრივად ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად გაიზარდა. თან მით უმეტეს დიდი გალია არ მაქვს. უბრალოდ საცდელად მაინტერესებდა რა იყო, როგორ იყო, რამდენად ადვილია მისი მოვლა, რავი, არც 10 რა ჭირდება, არც დაავადება ჭირდება, არაფერს უნაკლებად აინტერესებს. მაგრამ არის ისეთი ფრინველი, რომლის მოშინაურებაც, როგორც ქათამივით, შეუძლებელია. რაც არ უნდა, ყუთშიც რო გაზარდო, ხო? მაინც გაფრინდება. ამორიცხულია, ფრთები რო დააჭრა,
ამოუვა ახალი ფრთები, ამოუვა და მაინც გაფრინდება. ანუ აი ახლა ესენი ცოტა პატარები რო იყვნენ, დავაჭერი ფრთები, კუდიც დავაჭერი, მაგრამ მაინც გაეზარდა. ამოუვიდა ჩვეულებრივად. ქათამთან ესი არ არის. ქათამთან სხვანაირად არის. რომ დააჭრი ფრთებს, აი ხანი იმყოფნის რა ეს ფრთების დაჭრა. თან ახლა ხელში რომ იკავია ძალიან ცხელია. არ ვიცი, ქათამზე ცხელია. არ ვიცი, ახლა ამის ტემპერატურა გადავხედავ ამის ისტორიას და ვნახავ, მაგრამ ტემპერატურას და იმას ახლა არ მყოლია. ცოტა ხანია რაც მყავს, მაგრამ ძალიან მაგარი ფრინველია რა. გაგონი რა, გაგონი. გენაცვალე ჩინჩახში. გენაცვალე ჩიჩახში. ამაზი კაცი. ეს არის დედალი. კარგით მეგობრებო, ეს მინდოდა რომ მეთქვა. შვენიერია, შვენიერი. ჯუჯუნი. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, დროებით. კარგად ბრძანდებოდეთ. ამიჯერეთ ღირს ამ ფრინველის ყოლა სახლში. რაღაც პატარა სეტკა რაღაცები გაუკეთეთ. არ უნდა დიდი ახლა თქვენ ხო გასაყიდად არ გინდათ. ამიტომ აი თუნდაც 1-5 კვადრატი რო გაუკეთოთ სეტკა გალია 5 კვადრატი 1-2 მეტრანახევარი სიმაღლის 1-10 ფთას ყელში დის რა აი 10 ფთას ეყოფა ყველანაირად არ უნდა მეტი ახლა რაც დიდი ექნება მისთვის უკეთესია მაგრამ არ უნდა აი 1-10 ფთა რო გყავდეს 5 კვადრატის 2 მეტრა 2 აი 5 კვადრატის ხდებით გინდა 2 იყოს გინდა 3 აქეთ იქით გაუკეთეთ რავი 1-2 მეტრანახევარი სიმაღლის ყელში დის რაო ჩემი ვაშკაცი კაცი კარგით მეგობრებო აბა დაგემშვიდობებით კარგით თქვენთან იყო MTV საინტერესო ამბები მე მისი წამყვანი მოსე გახლავართ კარგით აბა კარგად ბრძანდებოდეთ ჩემი სულელი კარგი ახლა ვსია